სტეიკი როგორც კერძი მხოლოდ ამერიკულ ბარში დაბადებული იდეა არ არის. უნდა დავამარინადოთ ღორის ხორცი ერთმანეთში მიქსად გაკეთებულ ქონდაც და დაღერღილ წიწაკას და ძალიან მიყვარს ჩემს სამზარეულოში. ეფექტი კონდეს სიგიჟის. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ყველა ქვეყნის კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატივცემულო კერძი. ეს არის სტეიკი. ჩვენ შემთხვევაში იქნება დღეს ღორის სტეიკი, რომელსაც აუცილებლად თან გვერდს დაუმშვენებს ხიარულ ფერებში აი ეს ლამაზი ბოსტნეული. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. სტეიკი როგორც კერძი მხოლოდ ამერიკულ ბარში დაბადებული იდეა არ არის. მისი ფესვები ბევრად უფრო შორიდან მოდის, აი იქიდან, სადაც ადამიანმა პირველად ცეცხლი აღმოაჩინა და შემწვარი ხორცის გემო გაიგო. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ყველა ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ სტეიკს, როგორც ღარიბები, როგორც მდიდრები, ასევე საშუალო ფენის წარმომადგენლებიც. ეს იყო ყველაფერი გულით გაკეთებული და ამიტომ იყო ესე სიამოვნებით რომ მიირთმევდნენ. დღევანდელი ღორის სტეიკისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, რაც თავარია პირველ რიგში არაჩვეულებრივი ღორის ხორცი, ბოსტნეულიდან ორი ფერის ბულგარული, ყვითელი, წითელი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ყაბაყი, კარაქი, ცოტა თაფლი, ჩვენმა მეგობარმა გამოგვიგზავნა თაფლიშინ. ეს სუნელები, უცხო სუნელები, სვანური მარილი, აი ქართულად შეგემებული, წითელი დაღერღილი წიწაკა, ცოტაოდენი ხმელი ქინძი, მარილი და რაც მთავარია კეთილი გული და მხიარული განწყობა. პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, ანუ რაც მთავარია დანთებული გვაქვს ცეცხლი, უნდა დავამარინადოთ ღორის ხორცი. მოვაყრით სვანურ მარილს, ერთმანეთში მიქსად გაკეთებულ ქონდაც და დაღერღილ წიწაკას, წითელ დაღერღილ წიწაკას. აუცილებლად მოვაყრით მარილს. და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხორცის კერძების დროს, აი როცა წვავ და ხორცს ვამუშავებ, მაშინ აი თითქმის ყველა მომენტში მეხმარება თაფლი და ძალიან მიყვარს ჩემს სამზარეულოში თაფლი ხორცთან ერთად ყოველთვის დომინანტია. თაფლის შინ ნატურალური თაფლი. და ამ ყველაფერს ერთმანეთში წაუსმევთ, შევაზილავთ ხორცს. დავადგათ ტაფა გაჩაღებულ, აბდღიალებულ ცეცხლზე და დავადოთ კარაქი. გახურდეს ტაფა და დავადოთ შემდეგ ჩვენი სტეიკი. ამასობაში დავჭრით მერე ბოსტნეულს და იმ ცხიმში, რასაც სტეიკი დატოვებს, იმაში მოვთუშავთ ყველაფერს, იმ ფერად ხალისიან ბოსტნეულს. დავდებთ სტეიკს გახურებულ ტაფაზე. ოჰოჰოჰო. და ცხიმშივე
მივუყრით თლიან ნიორს, რომ გემო აიღოს კარგად. აი როცა ოდნავ ჩაიხარშება იმ ცხიმში, დაახლოებით 3-3 წუთით, 2-2 3-3 წუთით გადავატრიალოთ ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს. რომ ის სტეიკის სახე მიიღოს და ლამაზი სახე მიიღოს. ოჰო. ყველა გვერდი კარგად დაუბრაწოთ. ცეცხლი გამოუღეთ. უმჯობესია გამოვცვალოთ ტაფა, იმიტომ რომ თაფლი და ცხიმი მაინც თავისაშვება და შიგნით რო არ ამოიწვას და რო არ დაგვეწვას სტეიკი, ამიტომ ან უნდა გავრეცხოთ და ან უნდა შევცვალოთ და რახან ბუნებაში ვარ ახლა მაგის ფუფუნება და მაგის პირობები არ ამაქვს რომ გავრეცხო, ამიტომ მომაქვს მეორე ტაფა, რომელსაც ჩავდებ ღია ცეცხლზე და გავაგზელებ იქ სტეიკის შეწვას. სანამ სტეიკი შეიწვება ახალ ტაფაზე, მანამ დავჭრი ბოსტნეულს, გავამზადებ და მე აი იმ ცხიმში ერთად მოვთუშავ. ლამაზი რო იყოს, უმჯობესია დიდ ნაჭრებად დავჭრათ. აი ესე. თან ყურადღება მივაქციოთ სტეიქს რომ არ დაგვეწვას. ხშირად ვატრიალოთ. კუბიკებად დავჭრათ კარტოფილი. კარგად იწვება. ესე ლამაზ ფერებში გავაფორმოთ ბოლოს. ყაბაყი უხდება ღორისხოთ ძალიან. და ეს ყაბაყიც ესე ჩავჭრათ. წითელი ხახვი, რომელიც ყველაფერს ძალიან გემრიელ გემოსაძლევს. ასე სქლად დავჭრათ და თავის ეშხს მისცემს თან. გადმოვიღებთ სტეიქს. სტეიკი უკვე მიუახლოვდა იმ კონდიციას, რომ მზად არის. დანარჩენს მე დაჭრის პროცესში გაჩვენებთ შიგნით როგორი იქნება. გადმოვდოთ. დავაყაროთ ბოსტნეული სქლად დაჭრილი. ძველად სოფლებში ხოდს წვავდნენ პირდაპირ კოცონზე. აი ხშირად ტაფა საერთოდ არ ქონდათ. პირდაპირ კოცონზე წვავდნენ ხშირად ნადირობის შემდეგ და ამითი გამოხატავდნენ მადლობას ბუნებისადმი რა და ჩვენც ახლა მაქსიმალურად შევეცადეთ აი ლამაზ ბუნებაში და აი ლამაზ გარემოში ისე გაგვეკეთებია როგორც ძველად აკეთებდნენ ოღონ ტაფით. მოკლედ მინდა გითხრათ რომ ფრანგებმა დაამატეს სტეიქს კარაქი. იაპონელებმა დაამატეს მედიტაცია. ამერიკელებმა მიცეს ცეცხლის ძალა, ხოლო ქართველებმა ჩვენ სიყვარული და აი სითბო ჩავაქსოვეთ სტეიქში და ზუსტად ეს ქართული გემოთი არის ეს ჩვენი სტეიკი დღეს, რაც იქნება გამზადებული ბოსტნეულთან ერთად. ასე რომ დაველოდოთ ბოსტნეულის აი ჩათუშვას იმ ცხიმში, რაც დაგვიტოვა სტეიკმა. ბოსტნეული თითქმის ჩაიშუშა და კარგი იქნება რომ ბოსტნეულსაც მოვაყაროთ სვანური მარილი და ოდნავ მარილის ჩვეულებრივი ჩვენებურად.
და მე მინდა ეხა ერთი რაღაცა განსხვავებული და განსაკუთრებული რამ გასწავლოთ სტეიკის ისტორიაში. ჩემო ძვირფასებო, ეს არის აი ესე ავიღებთ სტეიკს და შუაში მოვაქცევთ ბოსტნეულთან ერთად და დაახლოებით ერთი 10 წუთის განმავლობაში, 7-10 წუთის განმავლობაში აი ამ ცხიმში, აი ამ გემოებში ერთად ჩაის უშოს გაუჯდეს გემოები. დაახლოებით 5 წუთი ვაცალოთ ერთ მხარეს და მეორე 5 წუთი მე ისევ გადმოვატრიალოთ და სტეიკიც მზად იქნება ბოსტნეულთან ერთად. ღორის სტეიკი ბოსტნეულით უკვე მზად არის. შეხედეთ რა ლამაზია. პირველ რიგში გადმოვიღოთ სტეიკი. აი ესე შუაში ჩავდოთ და ირგვლივ შემოუწყოთ, შემოალაგოთ ბოსტნეულიც. ფერადი ბოსტნეული, სასწაული არომატებით. არაჩვეულებრივი, დარწმუნებული ვარ გემოთი. როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, მოვიდა დრო დავაგემოვნოთ ღორის სტეიკი ბოსტნეულით. დავჭრათ ლამაზად, კოხტად, ისე რომ ეფექტი კონდეს სიგიჟის. შენი ჭირიმე ბიჭო. შეხე. Opa! Uff. Au! Pico. შეუდარებლად მაგარი გამოვიდა. ისეთი რომ ყველაფერი ერთმანეთთან გამჯდარია. ხახვი. Perfecto. სასწაულია ხალხო. აუცილებლად სცადეთ, იცოდეთ. აუცილებლად გააკეთეთ. ყველანაირ პირობებში რომ გაკეთდება ისეთი რამ არის ეს გემრიელობა და აინანებთ, დამიჯერეთ. მოკლედ ჩემო ძვირფასო გამომწერებო, ჩემო საყვარელო ხალხო, აი ამ ხნის განმავლობაში წარმოიდგინეთ რამდენჯერ დაგიბადათ აზრი, რომ მოდი დავალაიქო ერთი ეს ვიდეო, მოდი კომენტარი დავწერო, ვიაქტიურო, აუცილებლად გააკეთეთ, ზარის ღილაკიც დააყენეთ, უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ აი ესეთი მაგარი სტეიკის გაკეთებაც კი შეიძლება. როგორც დღეს მე გავაკეთე და ყველას გადაეცით, რომ თურმე რა მაგარი ყოფილაო. სერბადრი მესე ესე გააკეთაო. არ დაიზაროთ. აი წითელი ხახვის სიტკბო არის. ძალიან მაგარი. მოკლედ ძალიან მიყვარხართ. ამასობაში დალაიქეთ, გამოიწერეთ და გაიხარეთ.